Odlot Entertainment-ი და Take Partnership-ი წარმოგიდგენთ ლექსი ალექსანდერის ფილმს. ამას ვიცხედავ, რომ ცოდნა ბარმიცვაზე შეგხვდებოდით. ჩაფხუც ამოვიღებდი. ძმაო, ტოტენჰემი ჩრდილოეთითაა. თქვენ რა გზა აგებრათ? თუ გამოშტერდით? ისევ ისეთი მასხარა ხარ არა დონემ? მიდი შეუბერე, შენს ადგილას მაიორი ამდენს არ ილაპარაკებდა. ენის ტრიალს მუშტის ტრიალი ერჩივნა. იმიტომ რომ შენსავით ლაჩარი არ იყო. გესმის? რა ბრძანე? ლაჩარიო? ეგრე გონია? ხო. იცი რაც გეტყვი? გირჩევნიათ მატარებელში ჩაეყაროთ და აქედან მოუსვათ. რამე არ გაიჩალიჩოთ. იქნებ სწორედ ის გვაინტერესებს, ვისი მაქნისები ხართ. გონია ამ ბოლო დროს ბევრი არაფერი შეგიძლიათ. საცოდავი ნაბიჭრები ხართ. ეს კი მართლა უძრდელობაა. რა გაეწყობა თქვენი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება მომიწევს? მიდი, გაბედე. წადის შენი. გვაჩვენე რა შეგიძლია, თქვენ ნაბიჭრებო, თქვენი დედაც. გეუბნები, ლუისი არ გჭირდება. მისმინე. ლუისი მედოქს და კიშონს გაგიცვლე. მე ამ საქმიდან გავდივარ. იმიტომ რომ კიშონი ისევ ძველ მწვრთნელთან ბრუნდება. ისევ პარსელსთან ითამაშებს, მაგათ ვერავინ დაამარცხებს. ეს ორი მე ვიცით. სხვათა შორის წელს უკეთ თამაშობს. მაგარი ჩაწოდება აქვს. კარგი რა. გასაგებია. მოდი მე დაგირეკავ. კარგი? რაღაც საქმე მაქვს. მე დაგირეკავ. ბაგნერ. გონი $10,000 ცუდი გარიგება არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერზე გავრიგებულ ვართ, ჯერემი. ისმინე, მაგრად გაები. პური მიგდე, მე ჩემი ოჯახის რეპუტაცია უნდა დავიცვა. იცი, წარმოუდგენელია ვან ჰოლდენი ჰარვარდიდან გარიცხონ. ეს უკვე ნამეტანია. ბაგნერ. კარგი რა. ვიცი რომ მამა ჩემს მეორე ვადიდაც აირჩევენ. სავლას მორჩები და აუცილებლად დაგეხმარები. გვადლობ. ნამდვილად გადამარჩინე.
ეს კარლ ბაკნერის ბინაა. ამჟამად ქაბულში ვიმყოფები და ჩემთან დაკავშირება შეუძლებელია. გთხოვთ შეტყობინება Times-ის ვაშინგტონის ბიუროს საზღვარგარეთის განყოფილებაში დამიტოვოთ. პირველი შესაძლებლობისთანავე დაგიკავშირდებით. დიდი მადლობა. ილაიჯა ვუდი, ჩარლი ჰანემი, კლერ ფორლანი, გრინსტრიტელი ხულიგნები. მარკ უორენი, ლეო გრეგორი, მე მეტ ბაკნერი ვარ. გაზაფხულზე ჰარვარდიდან გამრიცხეს. დიპლომის აღებამდე 2 თვე მაკლდა. თუმცა წინ ისეთი გაკვეთილი მელოდა, რომელსაც ალბათ ჰარვარდში ვერასდროს მივიღებდი. ჯეფ ბელი, კირენ ბიუ, ჰენრი გუდმენი, კრისტოფერ ჰეირი, ტერენს ჯეი, როს მაკკოლი, ფრენსის პოპი, რეიბ სპელი. აღმასრულებელი პროდიუსერები: ლექსი ალექსანდერი, ბილ ალენი, ჯონ ფავრო. სადიპლომო ნამუშევარი: მეტ ბაკნერი, ჰარვარდის კოლეჯი. სამსახური უკვე გაქვს? სასწრაფოდ დამიკავშირდი. კომპოზიტორი კრისტოფერ ფრენკი. ოპერატორი ალექსანდერ ბუნო. პროდიუსერები: ჯიჯი პრიცკერი, დებორა დელპრეტე, დონალდ ცუკერმანი. სცენარის ავტორები: დოჯი ბრიმსონი, ჯოშუა შელოვი და ლექსი ალექსანდერი. რეჟისორი ლექსი ალექსანდერი. ჰეი, ღმერთო ჩემო. როგორ მიხარია რომ მხედავ? მეც, აქ რა ხდება? ტერორისტების თავდასხმა იყო? ფეხბურთის შემდეგ ყოველთვის ასეა. გუშინ ტოტენჰემთან იყო თამაში. შენ სოკერის გულშემატკივარი ხარ? იმათთან სიტყვა სოკერი არ წამოგწდეს. ვისთან? ბრიტანელებთან. ძიამეთ. გაიცანი. ბენი. როგორ მოგწონს? გამარჯობა, პატარა კაცო. რა საყვარელია? ხო. შენი ნახვა ძალიან მიხარია, მაგრამ აქ რას აკეთებ? ვერ გამიგია მეტ. რატომ უნდა გამოერიცხე თუ არაფერი დაგიშავებია? ის ჯერემის კოკაინი იყო. ვიღაცამ საერთო საცხოვრებლის დაცვა გააფრთხილა. ჩვენი ოთახი გაჩხრიკეს. და კოკაინი ჩემს ნივთებში იპოვეს. როგორც ჩანს, წამალს ჩემს კარადაში ინახავდა. მართლა? ხო, მართლა. ხო მიცი, ჩემთან შეგიძლია ყველაფერი თქვა. ჩემი არ იყო. სადე დაგემტკიცებინა რომ შენი არ იყო? მეტ. ხომ სადე? მისმინე, შენი მტიფს არ იცნობ. ის ვან ჰოლდენია. მაინც ვერაფერს დავამტკიცებდი. მამამ რა თქვა? შეტყობინება დატოვეთო. მომდევნო 57 წლის განმავლობაში სპილოზული სანაპიროზე ვიქნებიო. ამჯერად ქაბულშია. რა მნიშვნელობა აქვს? მართლა გეკითხები, რა გითხრა? არ მილაპარაკია. არაფერი იცის? იცი, შენს ადგილზე ალბათ მეც შენსავით მოვიქცეოდი.
მართლა? ალბათ როცა გაიგებს, რომ მისი ძვირფასი ვაჟი ჰარვარდიდან გარიცხეს, პირველივე ცარიელაუსში თავით გადახტება. არა, გმადლობ. სტივი მოვიდა. სალამი, პატარო. შენთვის სიურპრიზი მაქვს. საყვარელოს თუ მარიყვას. ეს ჩემი პატარა ძამიკოა. მეტი. გამარჯობა მეტ. როგორ ხარ? მიხარია რომ გაგიცანი. მე ძალიან მიხარია. როგორც იქნა ოკეანეს გადმოუფრინე. ხო. ეს ვინ არის? მოდი ჩემთან. როგორ მომენატრე ჩემო პატარა კაცო. მოდი ჩემთან. საყვარელო ჩაის არ დალევ? კარგი იქნებოდა. ჩაი? ხო, შეეჩვიე. მითხარი ხომ კარგი ვინმეა? მაგარი. მართლა გამიხარდა რომ ჩამოხვედი. მაგრამ საღამო უკვე დაგეკმილი მქონდა. ბავშვისთვის ძიძა გამოვიძახე. ჩიკაგოზე 2 ბილეთი მაქვს შეგვეთილი. ხომ არ გეწყინება ჩვენ რომ წავიდეთ? რა სიტყვი? მაბადია. ნეტა ვინ არის? რა გინდა? გამარჯობა მეგობარო. ღმერთო შენო, დღეს რა სხვანაირი ხარ? მორჩები. მეტ, ეს პიტია, სტივის ძმა. პიტ, ეს მეტია, ჩემი ძმა. სასიამოვნოა, ჩემთვისაც. ბენ. მე ვესტენდის ერთგული ვარ. სამუდამოდ ერთგული ვარ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კარგი გეყოფა. წავიყვან დავაძინებ. ნახვამდის, ბენ. კარგად, ბენ. ოჩახ. რა? ფეხბურთზე არ მიდიხარ? ფეხბურთზე მივდივარ, მაგრამ ისე მოხდა რომ გუშინ ბიჭებმა დავლიეთ. მე ერთმანეთს ავყევით და კომიცი. მოდი გამოვიცნო. საფულე დაკარგე. ხო, გასაღებიც დავკარგე. გარეთ ტაქსი მელოდება. ჩემი ძმა მაგარი ტიპია. ისე ლონდონში თავს როგორ გწნობ? კარგად გმადლობ. კარგად გმადლობ. ასე ნაკლები არ იყოს. არც იოცნებო. კარგი რა. მიდი, ლუც დავლევთ. ლუც დავლევთ და ისევ ლუც დავლევთ. მოკეტე. გეუბნები მოკეტე. ახლა ვეგეთყვი, რასაც გავაკეთებ. 100 მოგცემ. ოღონდ მეტიც შენთან ერთად წამოვა. კარგი რა დამცინი? ნუ სულ ელობ. ხომ იცი ამერიკას ფეხბურთზე ვერ წავიყვან? წაიყვან. და თანაც ზედ გადაყვები. გასაგებია? წამოდი. წამოდი. მადლობ მეტ. ბევრი დრო არ გვაქვს. კარგად მომისმინე. ფული მაგას არ ვიცი, კარგი? არავით არ შემთხვევაში. ლუდის დასალევად გეყოფათ. კარგი. მეტ. სად მიდიხარ? ბიტ სოკერის თამაშზე მივყვები. ახლა არ მოხვედი? ხო, მაგრამ მოგვიანებით ისევ მოვა. ხო, კარგი დრო გაატარეთ. არ მინდა პიტთან და იმ ქუჩის ბიჭებთან ერთად იაროს. ნუ ნერვიულობ. უკვე დიდი ბიჭია. საკუთარ თავს მიხედავს. მითხარი. რომელი ხელი გინდა? მარჯვენა? თქვენ მოიგეთ მთავარი პრიზი. როგორია? მითხარი, ხომ გიყვარ ვარ? ძალიან. ეგ არ გმარა. ისმინე მეგობარო. არ გეწყინოს, მაგრამ თამაში შენი წაყვანა არ შემიძლია. მოდი ასე მოვიქცეთ. ფულის ნახევარი მომეცი. მე ფეხბურთზე წავა. შენ კიდევ ქალაქი დაათვალიერე. ნახე ტომი როგორ ცხოვრობს. ამერიკელები აქ ამისთვის ჩამოდიან. ტომი? ხო, ტომი. გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. გაიგე? ინგლისელებს გულისხმობ. ამერიკელებს ხომ ეძახიან ბიძიასემს. მოკლედ რაც გინდა ისქენი. ოღონდ ახლა ფული მომეცი. სტივს პირობა მივეცი. სტივი აქ არ არის. ასე არა? აქ მე ვარ. და სიმართლე გითხრა, შენს თამაში წაყვანას არ ვაპირებ. ფულს არ მოგცემ. მაშინ ძალით წარქმევა მომიწევს. მოთმინებას ნუ მაკარგვინებ. ფული მომეცი.
გასაგებია? პოლიცია. აბა მითხარი ახლა როგორ გრძნობ თავს? ჩხუბი გინდა ამერიკელო? ასე მოგიხდება. რამე მაინც შეგეძლოს. ერთი კიდევ ვცადე და ნაწლავებს დაგაყრევინებ. გასაგებია? ო, გასაგებია. ნაწლავებს დამაყრევინებ. კარგი, ადექი. გეტყობა დიდი დამტკმელი არ უნდა იყო. დამტკმელი? ცხოვრებაში არ მიჩხუბია. ამას ჩხუბს ეძახი? ჯანდაბა. წამოწაგიყვან. იქნებ რამე გაგაგებინო. სოკერის შესახებ? არა ძმაკაც. სოკერის შესახებ არა. თანაც კიდევ ამ სოკერის ძახილს მოეშვი. ფეხი გამოადგი. სწრაფად. რა თქვი? ბეისბოლი ქალების თამაშია? ბურთს საათში 160 კილომეტრის სიჩქარით ისვრიან. დიდი ამბავი. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კარგი რა. ეგრეა. ამ ამერიკელების ვერაფერი გამიგია. რაღაც იდიოტო რომებს იწყებთ, საქმეს აფუჭებთ და მერე დასახმარებლად ჩვენ გვეძახით. დასახმარებლად გეძახით? ხო. თანაც კიდევ ჩვენი ჯარისკაცების ნახევარს თქვენ ვეხოცავთ. ასე არ არის? ეს შემთხვევით ხდება ხოლმე. მაგარი შემთხვევითობაა, ხომ იცი? მისმინე ძმაკაც. ახლა ჩემს ბიჭებს შეხვდები. თუ არაფერს გითხავენ, ხმა არა მოიღო და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. ამერიკელებზე მეტად აქ მარტო პოლიციელები და ჟურნალისტები სცულთ. გასაგებია? ჟურნალისტებს რას ერჩით? როგორ გითხრა? სული ტყუებია. ყველაფერს წერენ, ოღონდ გაზეთი შეავსონ. პირადად მამაშენზე არ ვლაპარაკობ. შეიძლება ის გამონაკლისია. ამ ბიჭებმა არ იციან, რომ მამაშენი ჟურნალისტია. შენს ადგილზე რომ იყო, არც ვიტყოდი. კიდევ ერთი რაღაც. რასაც აქ გაიგონებ, აქვე უნდა დარჩეს. სტივთან ვილაპარაკებ დღე როგორ გაატარე ან ვინმის რა უთხრა. რაც სტადიონზე ხდება, სტადიონზე ვერ რჩება. გასაგებია? გასაგებია. კარგი, წავიდეთ. დღეს დიდი ფეხბურთია. მოდი, პიტ. გამარჯობა, ბიჭებო. როგორ ხარ? კარგად. ხო, კარგად. როგორ ხარ, სულ? ბიჭებო. ეს მეთია, შენონიცმა. სასიამოვნოა. დეივის ვილი. გამარჯობა, მეგობარო. აიკი. ეს ტიპი კითია. სასიამოვნოა, კით. წავალ დასალევს მოვიდა. დასალევს მე მოვიდა. ფულს მევიხდი. სულასია. ხო, სულასია. პოუერი სად არის? ტუალეტში წავიდა და მოკვდა. ეთყობა გუშინ რაღაც ჭამა. და მოიწავლა. ალბათ. შეხედეთ. როგორი დაბნეულია. ისმინე. ზოგჯერ რასაც ჩვენ ვამბობთ, სიტყვა სიტყვით არ უნდა გაიგო. ხო, ვიცი. როგორც მაგალითად ტომი ინგლისელის მაგივრად. კიდევ შეიძლება თქვა წაკლა ბოზის მაგივრად. ღმერთო, სვილ რა სიტყვებს ამბობ? ცუც. იზია სემი, ამერიკელის მაგივრად. მოხვედი ბო, როგორ ახარ? ეს მეთია, შენონიცმა. გამარჯობა. ნახეთ რა სიფათი შეკერა, მაგარი ვინმეა. ბო, ეს კაცი ჩემი ოჯახის წევრი. არა, ამას არაფერი უშველის. ბოვი მაგარი ნაბიჯვარია, მაგრამ მაინც გიყვარს. ტუტუთიც მასავით. მეთ, ორი კათხალუდი მოიტანა რა. ახლავე, მიწის თხილით წამოაყოლე. კარგი ბიჭი ხარ. ამას აქ რა უნდა? გონი დღეს საქმეზე უნდა გველაპარაკა, არა? ნონერვიულო ბო, ხელს არ შეგვიშლის. ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა წამომეყვანა. რაზბოდა? რამე უნდა მოიფიქრო. წარმოიდგინე, საქმეზე მოვილაპარაკებ და მერე ჩვენი მეთაური ვეღარ წამოვა. იმიტომ რომ ვიღაც ნაბიჯვარ ამერიკელს კუჩში უნდა სდიოს. მართალს ამბობ, ვერ შევედავები. მოდი ეს ჩემზე იყოს. კარგი ბიჭებო. სხვათა შორის ეს ამერიკელი ძალიან მორიდებულია, თორემ ეტყოდათ, რომ კარატეში ორი შავი ქამარი აქვს მიღებული და ბევრი ტურნირიც აქვს მოგებული. ყველასთვის გასაგებია? ისე გარეგნულად არ ეთყობა? არა, მართლა, სისხლიანი კარატე არ გინახავს? ის ფილმი ამის ისტორიებზეა გადაღებული, მართლა? ხო, მართლა. გეუბნებით ასია, სისულელია. რატო? იტყუები. 5 წუთია რაც აქ მოხვედი და უკვე იტყუები.
ახლა უკვე შენს ლონდონელი ხარ. ახალ ლონდონელს გაუმარჯოს. ყველა ლონდონელს გაუმარჯოს. ფეხბურთს გაუმარჯოს. ისმინე, მაშინ კარატეზე რაც თქვი, ყველაფერი ტყუილი იყო, არა? ასია? არა. არა, ეშმაკმა წამიღოს. მართლა? ო. შენს მასწავლებელს რა ერქვა? აზიელი პატარა მოხუცი. ის პატარა აზიელი გახსოვს? პირველ სერიაში, სამივე სერიაში, მეოთხე სერიაში რატომ აღარ იყო? გაიხსენე, რა ჯანდაბა ერქვა? შენი მასწავლებელი არ იყო? გაიხსენე. კიდევ ვერ გაიხსენე? გაიხსენე რა ერქვა? ერთი წუთით. უნდა გაიხსენო. თუ ვერ გაიხსენებ. წადი რა. არა. უნდა გაიხსენო. მიაგი. მართალია, მიაგი. მისტერ მიაგი. მისტერ მიაგი. მართლა არსებობდა. პროტოტიპი ყავდა. მართლა არსებობდა. ფული ბევრი გადაგიხადეს? რა თქმა უნდა, გადაუხდიდნენ. რა შეკითხვაა? წარმოიდგინეთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ. კინოსთვის გამოგიყენე და ფული არ გადაგიხადონ. გეუბნებით. ეს კინოა. კინოზე გეუბნებით. ეს კინოა, გესმით? მისტერ მიაგის გაუმარჯოს. მისტერ მიაგის გაუმარჯოს. ეს ჩვენი სიმღერაა. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. ოცნების ლამაზ ბუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წვდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნება ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს. მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს. GSC. ოჯახის წევრი ხარ, არა? იცი რა, რადგან შენონიც მახარ. პიტ შენთვის პატივი უნდა ეცა. მაგრამ მოდი, პირდაპირ გეტყვი. აქ უცხო ხალხი არ გჭირდება. გასაგებია? კარგად. მისმინე პიტ. სახლში წავალ, რაღაც ცუდად ვარ. ალბათ აკლიმატიზაციის ბრალია. მორჩი რა, თამაში წამოხვალ. ხომ გინდოდა სოკერი გენახა?
ნახე მეგობარო. ახლა მთელი მსოფლიო ინგლისს უყურებს. თავი დახარე. მაგარია რა? წამოდი. აქედან დაახვიეთ ნაბიჯურებო. ნახე რა შობა. ნახე. არის. მიდით. გამოდით თქვენ პედერასტებო, გამოდით დედა უნდა გიტიროთ, მოდით თქვენ შავოღორებო, დამპალო ნაბიჯურებო. გამოდით. მოდით. შეხედეთ, წარმოუდგენელია. ბოუერი, იქ არის. მიდი ბოუერ, მიდი ბოუერ. მაგათი დედაც, მიდი ბოუერ. თქვენ მიდედაც, გამოდით. აქ არის. ყოჩა. მაგარი იყო ბოუერ. იმედია კარგად გაერთეთ. მოიცადეთ, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა ბიჭებო. გავიგე ეს ნაბიჯურები რაღაცას აპირებენ. როგორ გაიგე? როგორც ყოველთვის. დამპალი ზანგები, ან წუთში მეტროში იკრიბებიან, ის თემზე. მაშინ დროზე უნდა წავიდეთ. არ მესმის რას ველოდებით. წავედით სწრაფად. წავედით. იქნებ მე სახლში წავსულიყავი. გზას გააგნებ? ლონდონ სტეიშენზე, არა? ხო. ხილად იყავი. მეტროში სისხლის მსმელი ბირმინგჰემელები იქნებიან. არა უშავს, თავს მიხედავ. ღმერთს გეფიცებით, მართლა კარგი ძიძა იქნებოდა. ის თემსერიდე კარგი, თუ რამე საეჭვო შენიშნეს, ხომ ხარეს გადადი. ნუ ნერვიულობ. საღამოს გნახავ. წავედით. დაიჭირეთ. ბიჭებო, თქვენთან ჩხუბი არ მინდა. ნაბიჯო არო ამერიკელო. GAC-სთან აგესაქმება. GAC? არც კი ვიცი ეგ რა არის. სტუმარი ვარ. გასაგებია. მაშინ სუვენირი უნდა გაგატანოთ. შელსის ღიმილზე რამე გაგიგია? გთხოვთ, არ გინდათ. American Express არ მიიღებ? ადრე მაიორმა ბევრი ასეთი ღიმილი დაარიგა, როდესაც GAC მაგარი იყო. ისინი თავისიანებს მარტო არ ტოვებდნენ. არც ახლა ვტოვებთ. მიდი. ამა შეხედე. ნახე რას გარბის. ჩკარა დავეციეთ. წამოდი. მანქანას მოვიყვან. საჯანტაბაში წავიდა. არც ისე პატარაა. სადაიმალა.
ამდენი უკვე აღარ შემიძლია. ახლა ლუდს დავლევდი და ცოტას დაუძინებდი. ტრანსპორტიც მოვიდა. დასვენება მინდა. და ლევო არ გვაწყენდა ისე. მოდით ბიჭებო, ისევ ვები ბაბში წავიდეთ. დღეს მიმიხდის. გაჩუმდით რა. დეი, ცუდად ხომ არა ხარ? რო ნერვიულობ. კიდევ ბევრი შემიძლია. ეს ნახეთ, ვინა? ნა ბიჭრებო. შენი დედაც. მოდით, გელოდებით. მოდით. ყველას დედა უნდა გიტიროთ, ნაბიჭრებო. მოდით. მოდით აქ. აქედან წავიდეთ. რა? ბევრი არიან. მე რა? უკან არ უნდა დაიხიო. თუ ჩხუბი უნდათ, უნდა ვიჩხუბოთ. როგორ უნდა ვიჩხუბოთ? იმაზე იფიქრე, ვინ ძალიან გეჯავრება. დავიწყეთ. ადექი შენ აბიჭვარო, ადექი. მოდით, მოდით. ვიზე ფიქრობდი? მაგარი იყო ბოუერ, მაგარი. შენს კარგი გადარეული ხარ მე. მომწონხარ. ძალიან ბევრი შეშინდებოდა და გაიქცეოდა. შენ კი უკან არ დაგიხევია. ხოჭა. მაინც ვინ იყო? ვინ? ვიზე ფიქრობდი, როდესაც ჩხუბობდი? ჯერემი ვან ჰოლდენზე, მაგის დედაც. კარგი, ორში ლაყავს, საქმეზე ვილაპარაკოთ. ის პირველი დარტყმა, ხო? ცოტა არ იყოს ქალური იყო, რა? რა? პედერასტული. უშტებს როგორ იქნევდი? წავიდეთ, რომ ჩაგვავლებენ. წავედით. წამოდით. მართალია, წავედით. დილა მშვიდობისა მძინარე. როგორ ხარ? ყველაფერი მტკივა. ინგლისური საუზმე, ორმაგი ასპირინი და ყველაფერი გაგივლის. გამომართვე. გმადლობ. ამ ჟურნალისტების დედაც. ჟანდაბა. შეხედე. ვესტენდმა 3-0 მოიგო. ესენი კიდევ ქუჩაში გამართულ ჩხუბზე წერენ. კრეტინები. შეხედე. რა არის? ჩვეულებრივი ჟურნალისტული სისულელე. მაგას არ გეკითხები. GAC რა არის? ჩუმად, არავინ გაიგონოს. ეს რა, რამე პოლიტიკური მოძრაობაა? არაც მაგაც. ჩვენ ფირმა ვართ. ამერიკაში არ იციან ფირმა რა არის? არა. კარგი. ევროპაში ყველა ფეხბურთის გუნდს თავისი ფირმა აქვს. ზოგს ორი ფირმა აქვს. ღმერთო ჩემო, სულ მავიწყდება რომ ამერიკელები ასეთი შტერები ხართ. თქვენ სტადიონებზე ღრიან ცელის მეც ვერაფერს ამჩნევთ. წამოდი. მოკლედ, ვესტენდი დიდი არაფერი გუნდია, მაგრამ ჩვენი ფირმა მაგარია და ეს ყველა მიცის. GAC ანუ Green Street-ის ელიტა. ჩვენი ფირმის სახელია. არსენალი ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ფირმა არ უარგა. ტოტენჰემს არც თამაში უარგა და არც ფირმა. იმათი მეთაური ამას წინათ ტელეფონის ჩიხურის ფანჯარაში გავჭედე. მილოულზე რა სიტყვი? მილოულზე? არც კი ვიცი რით დავიწყო. მოკლედ რომ თქვა, ჩვენ და მილოულს ერთმანეთი დასანახად გვეჯავრება.
როგორც ჩვენთან იანკებს და რედსოქსებს? არა, უფრო როგორც ებრაელებს და პალესტინელებს. მილოულში უკვე 10 წელია არ ვითამაშია. მათი მეთაური ტომი ჰეჩერია. საშინელი ტიპია. ადრე მაიორის დროს მისი შვილი ჩხუბში მოკლეს. ამის მერე სულ გადაირია. ნამდვილი გიჟია. ნამდვილი გადარეული. მაიორი ვინ არის? მაიორი? ეს კიდევ ერთი ლეგენდაა. GS-ის მეთაური იყო, მაშინ მე პატარა ვიყავი. ისიც კარგი მხეცი იყო. ამბობენ, რომ მისი წასვლის შემდეგ ძალიან მოვისუსტეთ. მაგრამ დამიჯერე, ჩემი ბიჭები ძველ რეპუტაციას დაიბრუნებენ. ესე იგი ეს ფირმები სინამდვილეში ბანდებია. დაახლოებით. ისე მართალი გითხრათ, თქვენს ფორმიან ბანდიტებს მაინც ვერ შევეძლებთ. ქუჩაში ბავშვებს მანქანებიდან მაინც არ ვესვრით. შეიძლება ქუჩაში ვიჩხუბოთ და მორჩა. ჩვენთვის ეს სახელი საკითხია. სხვა ფირმაზე გამარჯვება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაზეც მერე სხვები ილაპარაკებენ. მაგალითად, როგორ იჩხუბა პირველად ამერიკელმა და თანაც ყველაზე მაგარ ბიჭებმა. გასაგებია? საჯექი გოგონა. გმადლობ. არაფერს. პიტ. შენი დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. ეგ რა სათქმელია. გუშინ შესანიშნავი დღე ქონდა. გავერთეთ, დავლიეთ, ფეხბურთს ვუყურეთ. ვიჩხუბეთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად მეტნი იყვნენ, მაინც მოვერიეთ. ცხოვრებაც ეს არის. ერთი ამას შეხედე. ნუ დაიწყებ რა. გითხარი, მხოლოდ ერთი რამე გითხარი. შარში არ უნდა გაგეხვია. გასაგებია? მე არაფერ შუაში ვარ. სახლში მოდიოდა და თავს დაეწყნებ. კიდევ დროზე მიუსწარით. ხო, რა თქმა უნდა. ესე იგი გმირი ხარ, არა? შენ საერთოდ რა იცი მე რას ვაკეთებ? იცი რას გეტყვი? მოდი შენ შენს ოჯახს მიხედე. მე ჩემს საქმეს მივხედავ, კარგი? ჩემს ოჯახს? მაინც რა გინდა? რა გინდა? გინდა დედა შენ სანახავად ციხეში დადიოდეს? თუ სასაფლაოზე გინდა მამის გვერდით ადგილი? მერტო ჩემი. მეც რა დაგემართა? შენამ კარგად ვარ. ვერ ხედავ ამ ოჯახს რას უშვები? მე ერთ შეშინებულ კაცს ხედავ. ასე ნუ მელაპარაკები. თავი დაანებე, ყველაფერი სხვანაირად იყო. შეწყვეტეთ. სტივ, აქედან მოშორდი, მოშორდი. წადი აქედან, წადი. შანტაბა. ძალიან წუხ. არც ისე ჭკვიანურად მოიქეცი. მაგრამ მადლობელი ვარ. ლუდი არ გინდა? არა. კარგი რა. ერთ კათხა ლუდზეც არ მეპატიჟები? მე 6 ბურთს დავომიზნე და ნელა გააგორე. ნუ განახობ, თვითონ იცის. ღმერთო ჩემო, ცალ-ცალკე ვეღარ დადიხარ თუ რა ხდება? გეყო, ბო, რამდენჯერ უნდა თქვა? არა, მართლა მაინტერესებს. იქნებ ერთადაც გეძინათ. კარგი წყვილი კი იქნებოდით. ბო. უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ხომ იცი ძალიან გენდობი. მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ყველა ზღვარს გადადიხარ. თუ რამე პრობლემები გაქვს, ეს შენი პრობლემებია და არა ჩემი. მაგრამ თუ საქმის გარჩევა გინდა, გარეთ გავიდეთ. ლუდი ბიჭებო. წარმოუდგენელია რომ ამ ხელა გზა გამოიარა და ღამე დარჩენას არაპირებ. არ მინდა კიდევ აგირიო რამე. შენ ჩემთვის არაფერი აგირებია. შენ და სტივი კარგად ხარ? ხო, მშვენივრად. კარგია. აუცილებლად დაგირეკავ. მეტ. გთხოვ, ნუ წახვალ. სტივი ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რაც მოხდა და უნდა რომ ჩვენთან დარჩე. მეც მინდა, არ მინდა პიტთან იყო. მე კი მინდა რომ პიტთან ვიყო. ხომ იცი პიტი და მისი აცვენილი ძმაკაცები გამოსავალი არ არის. გამოსავალი? რა გამოსავალზე მელაპარაკები?
უკვე 3 წელია გეხვეწები, რომ ჩამოხვიდე და მინახულა. ჩემს ქორწილდაც კი არ ჩამოსულხარ. ჩემს ქმარს არც იცნობ. შენი დიშვილი ხელშიც არ გჭერია. გუშინ პირველად მოხვედი და დღეს უკვე მიდიხარ. მაგას შენ მეუბნები? დედა რომ გარდაიცვალა, სხვა ქვეყანაში შენ არ გაიქეცი? აპატიე. ჩამოდი ხოლმე. ხო, აუცილებლად. ჯერემი ვან ჰოლდენი? რა საშინელებაა? ეს რომ ჩემთვის ექნა, ფეხებით დავკიდებდი და 9 ტყავს გავაძრობდი. როგორც ჩანს, ამ ჰარვარდელებს შეუძლიათ სულში ყელიც კი გამოგჭრან. რა სწავლობდი, სანამ ის ტიპი ჩაგიშვებდა? ისტორიას. ისტორიას? მე ისტორიას ვასწავლი. შენ ასწავლი? ხო. მაწილაკებს. ისტორიას და ფიზკულტურას. რა იყო? გეგონა GAC ძალიან დიდ ფულს მიხდის? მე საკმაოდ ჭკვიანი ვარ, მაგაც. ეს პატიოსანი ფულია. ბავშვებო, დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს. ბატონი ბაკნერი ჰარვარდში, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა, მიუხედავად საუცხოო განათლებისა, მაინც მიაჩნია, რომ ბეისბოლი ფეხბურთზე უკეთესი თამაშია. მე ვიცი, რომ ეს მიუტევებელი ცოდვაა. ამიტომ მოდით, მისი სული გადავარჩინოთ და დავამტკიცოთ, რომ ნამდვილი თამაში არის რა? ფეხბურთი. მართალია. 5-5-ზე ითამაშებთ. ბატონი ბაკნერი ორივე მხარის მეკარე იქნება. ცოტა გავუფრთხილდით, რომ იცით ამერიკელები ფაქიზი ხალხია. ასე როგორ უნდა ვითამაშო? ყოველი მეორე ბურთი გაუშვა თუ რა? მაგაზე ნოინერვიულებ. აბა? მზად ხართ? ხოჩა, კარგია, ხოჩა. კარგია, ხოჩა ბიჭებო, კარგია. ხოჩა. ჩვენი გამოცდელი მეკარის წყალობით თამაში 10-3 დამთავრდა. ახლა წადით და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. სწრაფად. ნახვამდის. აი ამას ვიძახი ნამდვილ ვარჯიშს. მომატყუე არა? ეს ალბათ საბავშვო ოლიმპიური ნაკრები იყო. არა, ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭები არიან. ახლა ისტორიის გაკვეთილი გვაქვს. იქნებ წამოხვიდე და ამერიკის რევოლუციაზე მოუყვე. ან რამე სხვაზე. ჩემი სპეციალობა ამერიკის ისტორია არ არის. კარგი რა, 10 წლის ბავშვები არიან, რაც გინდა ის მოუყევი. ხო, მაგრამ დღეს საღამოს შენონს უნდა შევხვდე. კარგი, ასე იყოს. მოგვიანებით ლუდი დავლიოთ. დავლიოთ. ბაბში შევხვდები. კარგი. იმ პატარა ბიჭებმა გადამრიეს. ჩაწოდებაც მაგარი ჰქონდა და კარგადაც დარბოდნენ. აბა რა გეგონა ძმაო? მე ვავარჯიშებ. ის პატარა მაინც ნამდვილი ვეთქვია.
არა, ჭორფლიანი ყველა ჯობია. როგორც იქნა დალია. ამას ვიხედავ. მომკალი თუ ეს ჩემი მეგობარი ბოუერი არ იყოს. მაგაც, ხომ კარგად ხარ? გეტყობა მართლა მაგარი ჯიგარი გაქვს. აქეთ სანაპიროზე გადმოსვლა რომ გავედე. ხომ იცი აქ ბევრია ისეთი დედას რომ სიამოვნებით გიტირებს. მარტო ოთხნი აქვეთ განან. მაგის დედაც. მოდი ბო, მითხარი რა ხდება? გავიგე თქვენი ფირმა ინტერნაციონალური ხდებაო, მართალია? რომ გეკითხები, მიპასუხე ნაბიჯვარო. რაჭორები გადის თითქოს ფირმაში ვიღაც ამერიკელი გყავთ. მართალია? მითხარი. ეგ დროებითია. დროებითი არა? იქნებ ცოტა ხმას დაუწიოთ, მე აქ კაცველა პარაკები, თქვენი დედაც. გასაგებია? ნუ გავაღიზიანებთ. ასე, ერთი პატარა ბოუერ შეხედეთ, როგორ გაზრდილ ხარ. ის მეორე ქალაჩუნა როგორ არის ის? პიტი. სახლში ის არა? პატრობ ძალიან უნდა მაიორს გაუტონდეს. მე მგონი მის დატოვებას შენ ცდილობ. მაშინ შენი დროც რომ იყო. გულად იყოფილ ხარ, ხომ იცი? ერთი მითხარი, ბო. შენ მილუელში მოხვედი. მარტო მოხვედი? ერთი წუთით, ბო. გამარჯობა. მე ტომი ვარ. ტომი ჰეჩერი. ო, ვიცი. იცი არა? სხვათა შორის ეს ცუდია. ძალიან ცუდი. იმიტომ რომ თავს ვერ გაიმართლებ, ეგ შენი ბოზი რომ ვერ გააჩუმე. რა თქვით? ჯორჯი ამის ნებას როგორ აძლევ? ჯორჯ. რასაც შემოვედი, მას შემდეგ ამ ქალს ენა არ გაუჩერებია, მაგის დედაც. ახლა გირჩე მოვაკეტინე, რომ საუბრიც გაგრძელება შეძლო. ერთ დროს სახელგანთქმული ჯეისი და სტუმარი მეწ. მინდა მას ვესაუბრო, გასაგებია? როგორ მიბედა? შენი დედაც ხედავ, ვერ გაიგო. ხალიდოდეს ხელას აჩუნებს. საკმარისია. რა არის საკმარისი? ეს მარტო მე ვიცი, როდის არის საკმარისი, გასაგებია? ტომი. ამ ბებერმა პაკისტანელმა პოლიციას დაურეკა. მოდი დავახვიოთ, ტომი. კიდევ გნახავ, ბო. კიდევ გნახავ. არა მგონია ხოლსაღამოდე დავრუნდე. ხილად იყავი და არ დაგავიწყდეს რომ მარცხენა მოძრაობაა. გონი ნერვიულობ. ნერვიულობ? არა. აბა რაზე ფიქრობ? გირჩევ დაიმახსოვრე. იცი მთავარი რა არის? ერთიანობა. რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. აი სათყოფილ ხართ. სალამი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. გამარჯობა მეთ. ბოუერი სად არის? სად არის?
ეს შმაკმაიცის. მთელი კვირა ტვინი წაიღო. ალბათ მატჩის წინა სტრესი აქვს. მატჩის წინა? ცოტა არ იყოს უცნაურია. წავიდეთ, პიტ. მატარებელი 5 წუთში მოვა. ხო, 1 წუთით. ტელეფონი გათიშული აქვს. დაუჯერებელია, მაინც და მაინც ახლა დაიკარგა. ხო, ალბათ მომზადებული დაგვხვდებია. მას შემდეგ რაც შარშან მაგათ მეთაურს დამართე. შარშან რა მოხდა? ცოტა ზედმეტი მომივიდა. ცოტა? დეივი სად არის? ცირამე. შენ? ყველა ახლა დაიკარგა. მე წამოვალ. არა ძმაო. რატომ? წამოვალ. მარტო აიქთან ასულთან ერთად ხომ არ წახვალ? არ გეწყინოს, მაგრამ იქ შენი თავი არ გვექნება. გასაგებია? ახლა დაახვია. მერე დაგირეკავ. პიტ, დაიჯერე. კარგია. ბიჭებო. მოხვედით? ბოვერ. ავტოსადგომზე რატომ არ მოხვედი? გადავწყვიტე აქ დაგლოდებოდი. ისმინე ბოვერ. თუ გახურება გინდა ეგრე იყოს, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის, გასაგებია? დღეს სხვა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. აბა ბიჭებო. წავედით. წავედით. მეტი ფულის ესკებას არ ვაპირებ, შენი ფული არავის შეიძლება. თუ თამაშობ, ითამაშეთ. თამაშობ აპარაშვებით. მოიცათ, ეს რა ჯანდაბაა? აქ რასაკეთებ? მეგონა მარტო სამნი იყავით. გული ამიჩუღდა. მოილაპარაკეთ, არა? ამ პედარასთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ. დაჯექი მეგობარო. დეივ, სათხარ? სადგურზე ვერ მოგისალით, რა მოხდა? ფრენა გადაიდო. სათხარ? მე უკვე აქ ვარ. სად, მანჩესტერში? ხო. 40 იქნებიან. ჩიფებს ყრიან. მოусმინე. ბოუ. ამის დედაც. გესმით? ხო, მესმის. თქვენ გელოდებიან. აჯობებს დარჩეთ. ეგ აღარ გამოვა. რამე მოიფიქრეთ. გონი გავიჟიმეთ. რა ხდება? სადგურზე გველოდებიან. რატომ? იციან რომ მივდივართ? ხო, ალბათ ვიღაცამ ჩაგუშვა. რამდენია? 40-50. სხვა სადგურზე რომ ჩამოვიდეთ? არა, ეს ნაგავი ექსპრესი მანჩესტერამდე არ საჩერდება. ასეა ხომ? წავედით, ბიჭებო. ახლა თუ დავიმალეთ, თავს ვეღარასოდი გამოვყოთ. წავედით. ამის დედა სადგურზე პირველები უნდა მივიდეთ. გაგიჟდი? გაგისთვის არ გამოვიქეცით? მოკეტე. საერთოდ შენ აქ რა გინდა? თავარი სწორედ ეგ არის. შეეშვი. კარგი. აი, დეივ დაურეკე და უთხარი მანჩესტერიდან 12 კილომეტრზე ვარ. სასწრაფოდ 2 ტაქსი გჭირდება. ამის დედაც. სადაა ამდენი ხანი? პიტ, ერთი აზრი მომივიდა. ითხრეს მოკეტეო. წადის შენი ბოუე. ახლავე მორჩი. მორჩი. რა აზრი? ემპი, MM5 ვარ. მიიღე შეტყობინება. საჯანდაბაში არიან, მატარებელი 10 წუთის წინ უნდა მოსულიყო. საწავლენ, მალე აქ იქნებიან. სად იყავით ბიჭებო? გახსოვდეთ, იმ ნაბიჯვარ დონემს ნაიჯელი მოულის. ეგ ჩემი ლუკმა. რა ჯანდაბა ხდება? ბოდიში ბიჭებო, პარამაუნტიდან ვართ. ჰიუ გრანტის მონაწილეობით ფილმს ვიღებთ. აპარატურა მოგოქვს. ჰიუ გრანტი? ქალიც გეყოლებათ. ალბათ კამერონ დიასი. მაგარი ქალია. აბა ბიჭებო, გავატაროთ. მადლობა. 30 წამი დაგველოდე და მერე წადი.
ესეც სახელგანთქმული GAC. ესეც სახელგანთქმული GAC. იმ დღეს მანჩესტერში შეიძლებოდა ყველანი დავხვეწილიყავით. ეს ყველა მიცოდა ჩვენს გარდა. მოგვიანებით აიკმა თქვა, რომ ეს ამბავი ინგლისში უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ლედი დისციპლინი. GAC-ის დიდება დაუბრუნდა. მოულოდნელად ლონდონის ყველაზე სახელგანთქმული მოჭუბარი აღმოჩნდა. ქალაქში ყველა მცნობდა. ჩემს აქცენტს რომ გაიგონებდნენ, მეკითხებდნენ, შენ ხარ ის ამერიკელიო? თავარი კი იცით რა არის? არა ის, რომ მეგობრების გვერდით ხარ. არამედ ის, რომ შენს გვერდით მეგობრები არიან. ამას მე ვიხდი. საფრთხის პირისპირ ასე ახლოს ჯერ არ მდგარ, მაგრამ თავი ასე უსაფრთხო. ასე თავდაჯერებულად არასოდეს მიგვწვია. ეს უკვე გარეგნულადაც დამერყვა. რაც შეეხება ძალადობას, უნდა ვაღიარო, რომ შევეჩვიე. როდესაც ერთი-ორი მაგარი მუშტი მოგხვდება და ხვდები, რომ შუშის არ ყოფილხარ, მე თავი ცოცხალი აღარ გონია, თუ ზღვარამდე არ მიხვედი. აბა ისი თქმა? შენი დისგან უნდა გამეგო, რომ გაგრიცხეს. რატომ არ დამირეკე? დაგირეკე. ავტომოპასუხე იყო ჩართული. შეტყობინება უნდა დაგეტოვებინა. ავტომოპასუხესთან საუბარი მომეზრდა. იცი რა? მოდი თავი დამანებე. მეტ, მოიცადე. შენელმა მითხრა, რომ სხვისი ბრალი იყო. მართალია? ხო, თუ ასია, რატომ არ დამიკავშირდი? თუ ასია? მაგით ისი თქმა გინდა? იმის, რომ ეს უცნაურია. ამბობ, რომ რაღაც დაგაბრალეს და მამაშენს არც კი ურეკავ. თუ უდანაშაულო იყავი, ამას ერთად დავამტკიცებდით. თუ უდანაშაულო ვიყავი? ხო, თუ უდანაშაულო იყავი, დახმარება რატომ არ თხოვე? მართლა გონია, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობ. მე ეს არ ვიცი. ხო, მაგრამ რას ფიქრობ? არ ვიცი. სწორედ მაგიტომ არ დაგირეკე. რა თქმა უნდა, ისიც არ იცი რა იფიქრო. შენ ჩემზე საერთოდ არაფერი იცი. და ამიტომ ინგლისში წამოხვედი? ხო. კარგი, ახლა რა საპირე? რა უნდა ქნა? არ მესმის რა გინდა? კითხვა უკვე დაგისვი, მისმინე კარ. თუ მართლა გონია, რომ გულს გადაგიშლი. ახლა მოხვედი და გადაწყვიტე ისევ მამობანა ითამაშო? მისმინე. ლონდონ ტაიმსში უნდა მივიდე. რა მომაბეზრებელი ხარ. მინდოდა შენთვის ვიღაც გამეცნო. 5 წლის აღარ ვარ. მორჩი ასეთ ლაპარაკს. ძველი მეგობარია. ტრიბიუნში ერთად მუშაობდით. გონია გაზეთის რედაქტორს თუ გამაცნობ, ისევ ძველი ცხოვრება დამიბრუნდება? უბრალოდ ერთად ვისადილებდით. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშების მეოთხედ ფინალური მატჩების კენჭისყრაზე. დღეს ჩვენთან არიან ლეგენდარული ფრენკ მაჩაველი და ჩვენი მთავარი სპონსორი ბატონი ბილ პიტერსი. წესის მიხედვით პირველი ნომერი მასპინძელ გუნდს ეკუთვნის. ფრენკ, დაიწყეთ. ნომერი 2. კარდიფ სიტი ეთამაშება ნომერი 3. ნომერ 3-ს ლივერპულს. არის. ჩუმად. ნომერი 7. ნომერი 7 ეთამაშება ნომერი 6. ნომერი 6 ნიუკასლ იუნაიტედს. ნომერი 8. ვესტჰემ იუნაიტედი ეთამაშება ნომერი 5. ნომერი 5 მილუოლს. ამის დედაც არის მაგარია. გაარტყა. ძალიან მაგარია. მორჩა, გამოვიჭირეთ. დედას უდირეთ.
ვერ წარმოიდგენ ამ წუთში Times-ის რედაქციაში ვინ შევიდა. რა? ვინ? ჩვენი ამერიკელი ძმაკაცი. ვიცოდი მაგის დედავადირე. ვიცოდი რომ ეგ დაბიჭვარი რაღაცას მალავდა. ასე გამოდის. იცი რა? სამსახურის მერე გამომიარე. შევთანხმდით სამსახურის მერე გნახავ. კარგად. ხომ იცი რომ შენი და შენზე ძალიან ნერვი უყურს. ამბობს ქუჩის ბიჭებთან მეგობრობსო. რა ქუჩის ბიჭები, მამა, ისინი ჩემი მეგობრები არიან. კარგი, იმედი ამ ამბავზე წერ მაინც. ამ ამბავზე? არა. ისმინე მეტ. მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. რა თქვი? შეიძლება როგორც მამას არ მენდობი, მაგრამ როგორც გამოცდილი ჟურნალისტი გეტყვი რომ ერთადერთი რაც ადამიანს გააჩნია მისი სახელია. ჰარვარდში უნდა დაბრუნდე და სახელი აღიდგინო. მე დაგეხმარები. ამაზე არ ციფიქრო, მამა. სახლში არ წამოვა. ისმინე. თუ ამით თავს უკეთ იგრძნობ, გეტყვი რომ დღიურს ისე ვაწარმოებ. ხომ მითხარი რომ ეს სულ უნდა აკეთო? ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი. გამარჯობა, სტივ. როგორ ხართ? მიხარია რომ ხედავთ. მეც მიხარია. მეტ გამარჯობა. ტანზე გამოვიშვი. რეისი რომელ საათზეა? მაღაზიაზე ვიდარდებ, ნახევარ საათში ტაქსი მომაკითხავს. ასე რომ ჩემ შვილიშვილს უნდა დავემშვიდობა. მეც უნდა წავიდე, მამა. კარგი მეტ. მისმინე. ვიცი რომ ისეთ ყურადღებას ვერ გაქცევდი როგორც გამიხარდა რომ გნახე. როგორ ხარ? კარგად. კენჭისყრის შედეგები ბიჭებთან ერთად უნდა აღნიშნო? კენჭისყრა? ვის ხვდებით? არ იცი? არა. კარგი, რა სტივ, მითხარი. ვილოულს. მის მოედანზე. სალამი, ლამაზო. კარგად ხარ? ხო. ვუყურებდი როგორ ეთამაშებოდა ბენს მამაჩემი. უკეთესი ბაბუა გამოდგა ვიდრე მამა იყო. მე კი მგონია ჟურნალისტის კვალობაზე საკმაოდ კარგი ყმაწვილია. ესე იგი პატარები რომ იყავით, საზღარი ტიპი იყო. მაგის კვალს ამიტომ არ გაყევით? რას გულისხმობ? მისი პროფესია რომ არ აირჩიეთ. რას ამბობ? მეთმა აირჩია. რა თქვი? მეთი ყოველთვის უფრო მეტად იყო მოხიბლული ჩვენი მოუხელთებელი მამით ვიდრე მე. კარგად ამიხსენე. რა აირჩია მეთმა? ჰარვარდში ჟურნალისტიკას სწავლობდა. ეს მისი სპეციალობაა. იმედი მაქვს. ისევ დააბრუნებენ. ოღონდ ამისთვის შენ ძმას უნდა ჩამოშორდეს. ესე იგი ამერიკელია და თანაც შენიღბული ჟურნალისტი. გამოდის რომ მაგ ყმაწვილს ორმაგად უნდა ვაზღვევინოთ. სტივ, აქ რა გინდა? გამოდი ვილაპარაკოთ. რა მოხდა? შენონი ხო კარგად არის? კი, შენონი კარგად არის. რატომ არაფერი მითხარი? რა? სტივდონემი მოვიდა. რატომ არ მითხარი რომ ჟურნალისტი ხარ? იმიტომ რომ არ ვარ. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ზოგიერთებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? კარგად მომისმენი. კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ცუდად იქცევი. ახლა ბიჭებსაც უნდა უთხრა რომ მათი ახალი მეგობარი ჟურნალისტია. ამიტომ მე და შენ გარეთ უნდა გავიდეთ. მივესალმოთ. Stevie Dunham. ამდენი წლის შემდეგ აქ სტივი დონემმა შემოაბიჯა.
კეთილი იყო შენი დაბრუნება, მაიორო. The Major! GSC. მოვდივარ. What, boys? სალამი ბიჭებო. What you lot doing? რამე მოხდა? Yankee. ამერიკელი სახლშია? არა. მაგის ჟურნალისტი დედაც. რა? სისულელია. არ არსებობს. Straight, mate. არა, ასია. Times-ის რედაქციის წინ ჟურნალისტებთან ერთად ვნახე. ეს რას უნდა ნიშნავდეს? Think about it. აბა ერთი დაფიქრდი. უცებ საიდანღაც გაჩნდა. მანამდე ცხოვრებაში ნაკაწრი არ ქონია. Snags in nice. ფირმის მეთაურს დაუახლოვდა. თანაც მითხარი Times-ის რედაქციაში რა ჯანდაბა უნდოდა. მითხარი. ეგ არაფერს ამტკიცებს. Could be name იქ ყოფნისთვის შეიძლებოდა 1000 მიზეზი ქონოდა. შეიძლებოდა, მაგრამ მაინც უნდა შევამოწმოთ. You sure there's დარწმუნებული ხარ, ბოვ? if you're coming in here like გირჩევნია არ ხდებოდა. ვიცი. What this is it? ეს მაგისია რა? ხო. ხო? Fuck is it? ეს რა ჯანდაბაა? Hey, keep. კით, კომპიუტერი შენიცი. ერთი ნახე რა ხდება. ეს რა არის? ამის დედაც. ჯანდაბა. Here we go. აი ნახეთ. First mate. პირველი მატჩი. West Ham-ი Birmingham-ი. სახლში. იტმა ები პაპში წამიყვანა. იქ მისი ბანდის ბიჭები გავიცანი. And introduced me to his gang. ერთი შეხედეთ თურმე ბანდაც ყოფილვართ. Gang there. განვაგზოთ. Yeah, I'll make you go up. ბოუერი პიტის მარჯვენა ხელია. Bother his piece. კიტიკი თითქოს ბოუერის დამხმარე ძალაა. Keith, he's sort of. ახლა კმაყოფილი ხარ? You happy now? კმაყოფილი ხარ? Say nothing about me. აქ ყველაზე წერია. ჩემზე არაფერია? Where? დამელოდეთ. ჩავიცმევ. So you're the man. ესე იგი მაიორი შენ ხარ? I was the man. ვიღავი. Yes. როგორ ჩანს ზოგიერთებისთვის ისევ ვარ. Terry. ტერი ჩემი მარჯვენა ხელი იყო. In the glory days. That's a long time ago. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მეგობარო. How'd you get out of it? რატომ წახვედი? I was a crazy. მაშინ მაგარი ნაბიჯვარი ვიყავი. All I fucking. ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო. ინგლისის სხვა ფირმებზე უკეთესი რეპუტაცია მქონოდა. Was about. ალბათ მილუოლის ამბები გაგონილი გექნება. უკანასკნელი მატჩი, სადაც წავედი, მილუოლსა და ვესტენს შორის იყო. ეს 110 წლის წინ მოხდა. Oh yeah. ამ თამაშს მთელი წელი ველოდით. Millwall. Yeah. მილუოლში წავედით. ისინი ბევრად მეტნი იყვნენ. Outnumbered. თავიდანვე საშინლად ნერვიულობდით. Wired from the start. That's something. მაშინ მათი მეთაური ტომი ჰეჩერი იყო. სტადიონზე თავისი 12 წლის ბიჭი მოყავდა ხოლმე. Always banging. სულ იმას გაიძახოდა, ნამდვილ ვეფხოთ უნდა გავზარდოა. მოკლედ ის თამაში 3-0 წავაგეთ. იმ ნაბიჯვრებმა დაციმა დაგვიწყეს. გავცობდი. ამის მოთმენა არ შემეძლო გესმის? So I assembled all our. ჩვენი ბიჭები შევკრიბე და გავეკიდეთ. I saw that. დავინახე როგორ წაიქცა ტომის შვილი. And I saw his. დავინახე როგორ გადათელեց გამხეცებულმა მოჩხუბრებმა. The GSA. I never went to. ამის შემდეგ ფეხბურთის გაგონებაც აღარ მინდოდა. The main. მაიორობას თავი დავანებე. მერე შენს და შევხვდი. And that's when I met you. შენი და ანგელოზეთ მომევლინა. She was my angel. სიცოცხლე შემინარჩუნა. She saved me. Showed me a new. წარსულის დავიწყებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დამეხმარა. She swore. მაგრამ დაიფიცა.
რომ თუ ძველ ამბებს დაუბრუნდები, მაშინ მე მიმატოვებს. ხოდა როცა ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ისე მიბრუნდება, როცა თამაშის დღეს სტადიონების გუგუნი მესმის, გრძნობ, თავს ვეღარ ვიკავებ. რაღაც იქით მეკაჩება. ამაზე ბევრს ვფიქრობ. გრძნობ, შეიძლება ვეღარ გაუძლო და ისევ დავბრუნდე. მხოლოდ შენონი და ბენი მაკავებენ. ისინი მახსენებენ, რომ ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს. ყველაფერი კარგად ჩაინიშნე? ხომ არაფერი გამოგჩა, რა თქვი? წადი შედამპალო ჟურნალისტო. რისთვის მოხვედი? შენი ღული ჟურნალისტია. არაფერი წამოგწდეს. ეკითხები რისთვის მოხვედი? რა? შენ რა? უკვე იცი? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰარვარდში ჟურნალისტიკას სწავლობდა, მაგრამ უკვე თავი დაანება. მაგის ჩანაწერები ვნახეთ. ჩვენზე ყველაფერი ჩაწერილი აქვს. ეს მხოლოდ ღიურია. ნედმა თაიმსთან დაგინახა, სხვა ჟურნალისტებთან ერთად. მამა ჩემი იყო. ხომ იცი რომ ჟურნალისტია? მამამისი დამპალი ჟურნალისტია და შენ ეს იცოდი? ეს არაფერს ნიშნავს, ბო. რას ამბობ? ეს ჟურნალისტობას სწავლობს. მამამისი ჟურნალისტია, მეტი რაღა გინდა? შემოწრომაში დაეხმარე? რა შემოწრომა? ხმა გაიკმინდე. არ მაინტერესებს ვინ არის ან რას აკეთებს, მაგრამ აქ ახლა ჩხუბი არ იქნება. მითხარი ერთი რა გემართება? ყველა შაშობას აპირებს, შენ კიდევ გინდა დავჯდე და უყუროთ? მისმინე სტივ. შენ ხომ მაიორი ხარ? ეს ფირმა შენ გააკეთე. ყველა ბიჭის სახელით შემიძლია გითხრა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძნელი შეტაკება გვენის. შენი ძმა კიდევ სისუსტეს იჩენს. GSC ახლა პიტის ფირმა. გასაგებია? ყველაფერს იწვეთს. წადი თქვენი. GSC-ის ნაბიჯვრებო. გამატარე თქვენი დედაც. სახე მოიბანე. Tommy. We're finally going to get back at those fucking hammer cunts, eh? Miloli. ამ დამპალს აქ რა უნდა? დაწნარდი მარტინ. დაჯექი. რაც გითხარით ის გააკეთეთ. წათი შენი. პოუერ. გონი ხვდები, რომ ეს შეხვედრები უნდა დამთავრდეს. ხალხი ლაპარაკს დაიწყებს. გამაგებინა, ასე გვიან აქ რატომ მოხვედი? ახლა იქ უნდა იყო და შენც მაკაცებთან ერთად უნდა გვაგინებდე. რა იყო? ხომ არ წაეჭვლა? საერთოდ რა გინდა, ბო? რა გინდა თქვი? ის ნაბიჯვარი ამერიკელი თურმე ჟურნალისტი ყოფილა. ახლა ებიპაპშია. ვინმემ კარგად უნდა შეახუროს. ყველას თავის ჭკუაზე ატარებს. რატომ გონია, რომ ეს მე უნდა გავაკეთო? მაიორიც იქ არის. სტივ დონემი იქ არის? მადლობ, პიტ, მოკეთე. ისტორიის სტუდენტი. ვინ ჯანდაბა ხარ? ძალიან წუხარ, რომ მოგატყვე. ისტორიას არ ვსწავლობ, მაგრამ არ ჟურნალისტი ვარ. მაშინ ამიხსენი მე, ჩვენზე რატომ წერ? ეს ჩემი დღიურია. ამას ყოველთვის ვაკეთებდი. თაიმში მუშაობ თუ არა? არა, მართლაც გეუბნები. უნდა დამიჯერო, პიტ. ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდე. ბიჭები თუ ვერ დავარწმუნე, რომ მათი მეთაური ვიღაც დამპალ ამერიკელ ჟურნალისტს არ მოუსყიდია, GSC-ის საქმე დამთავრებულია. გასაგებია? ახლა გარეთ უნდა გავიდე. და ყველას ვუთხრა, რომ ბოუერი შეცდა. და შენ ჩვენიანი ხარ.
იმოცე რომ ამაში არ ვწდებოდე. კიდევ რამის თქმა გინდა? მისმინეთ, ტომ. ხო, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს. ეგ შენი საქმე აღარ არის, პატარა. გამყიდველი. Grass. ჯანდაბა. პოუერის სისულელემ კინაღამ დაგუშალა. მაიორო, გთხოვ დაგვეხმარე. Stay with us. Just კიდევ ერთხელ. I'm not gonna. არ დაგეხმარებით. I made a promise. ჩემს ცოლს და შვილს პირობა მივეცი. გასაგებია? სიტყვა უნდა შევასრულო. You know, there comes a იცით, time when მოვიდა დრო, როცა მთავარია საკუთარი რეპუტაცია ოჯახში დაიცვა. when your family. გამარჯობა, ბიჭებო. Pete, გეყო, წამოდი. Terry. მომშორდი. Terry. Terry. Who's back in the fucking ამას შეხედეთ, ამდენი წლის შემდეგ ვინ გამოგვეცხადა? Tommy. Tommy, I'm რომ იციან ყველაფერს თავი დავანებე. პენსიაზე გახვედი არა? ამერიკელი ცოლი მოიყვანე არა? ახლა საკუთარი ვაჟი გყავს არა? მისმინე. ერთ დროს ვაჟი მეც მყავდა. ხომ გახსოვს? გითხარი, ხომ გახსოვს? ძალიან ნანო. უკვე გვიანია. არა. You died tonight. ამაღამ მოკვდები და ამის შემდეგ ბარიბარში მიიღეთ. მორჩა, მივდივარ. Pete, აქეთ მეგობარო, ჩქარა. Bowe, ეს რა ჯანდაბაქენი. მანქანა მოიყვანე. ჩქარა ჩასვი, ჩქარა. ჩქარა. გაინძერით ამის დედაც. ჩქარა ჩასვით. დავედი, სწრაფად. ზიდან ჩამოგვეცალეთ. დაგვეხმარეთ. გაჭრილია, ჩქარა, დაგვეხმარეთ. ჩქარა. რა თქვა? He's hanging on. გამოწურება.
trust in you. მეგობრის ნდობა არა? You always said ყოველთვის trust in მეუბნებოდი, რომ მეგობრის ნდობა ჩემი სისუსტე იყო. I trust lads. მეგობრებს ძალიან ვენდობი. Trust in ამერიკასაც ძალიან ვენდობი. this. შენ კი სიმართლის დამტკიცებას ასე აპირებდი, ბოვ? ხალათით? Tommy Hatchers მოურიგდა. რომ მაიორი მოეკლა? ჩემი საკუთარი ძმა მოეკლა? ტომის თვითონ მოკლა. ოღონდ მითხარი და ამას გავაკეთებ. ამისთვის შენ არ მჭირდები. საერთოდ აღარაფერში მჭირდები. აქედან დამეკარგე. შენონ. ავადმყოფო. მაპატი. ვიცი. ექიმმა თქვა გამოკეთდებაო. თქვა ცოტა დრო დასჭირდებაო. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით. ახლა აქ დარჩენა უკვე საშიშია. როგორ არის? გამოწვნა. So now, რას აპირებ? you let Tommy know ტომის გადაეცი, რომ ხოლმე მინდა ვნახო. tomorrow. All right. კარგი. We finish this one. ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი უნდა დაესვას. Somewhere quiet. სადმე წყნარ ადგილზე. პოლიციისგან Your შორს. mate still wants security აი, training. ისევ დაცვაში მუშაობ? ხო. Gals. კარგია. ამას შენ მოაგვარებ. რა თქმა უნდა. წავედით. რა ხდება? მე და ბენი ბოსტონში მიფრინებთ. ნუ მიატოვებ შენონ. He was trying to protect us. You სტივი can't ჩვენი do this დაცვა to me, უნდა და Shannon. ამას ვერ იზამ. იზამს. She has to. უნდა გააკეთოს. So she. შენც იგივე უნდა გააკეთო. I'm going with მე ხოლ შენთან ერთად მოვდივარ. ღმერთო ჩემო. They crash. ჩვენი პაბი დაანგრიეს. They put your brother. შენი ძმა საავადმყოფოში გაუშვეს. შენ უკვე აღარ გიხება. Fuck are you რას ქვია აღარ talking about? მეხედა. I've got just as აქ მეც much to ისევე say ვარ here as გარეული you. როგორც შენ. Listen to me. მისმინე მეგობარო. It's time to დროა go. სახლში წახვიდე.
I don't know where უკვე my აღარ home ვიცი is. სად არის ჩემი სახლი. I think we both მე know. მგონი ორივემ ვიცით სად არ არის. Mate, this is my ეს ჩემი ბრძოლაა. It's my birthday. ჩემი ბრძოლა მეგობარო. I'll take it. საავადმყოფოში ჩემი ძმა წევს. ხვალ ტომის მე მივხედავ. Go on. Go on. შენ სახლში წადი. მე ვბერავ ლამაზ გუშტებს. ოცნების ლამაზ გუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წოდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნებაც მე მგონი სწორად იქცევი მეტ. Yeah. ხო. როცა დაბრუნდები, არავინ დაინტერესდება აქ რას აკეთებდი. ხო ვიცი. ტაქსის გამოვიძახებ. Where's man? მეტი სად არის? სახლში ბრუნდება. Come on. წავედით. Charlie 27, MPCP 501 at Bristol Road, disturbance heading southeast ahead. Charlie 27, back in.
ტაქსი უკვე მოდის. Matt. 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 In the far away fires where the hills forever burn, at the feet of our heroes we try hard to learn, but the lesson is lost there. The smoke and the mud that we are one flesh, one breath, one life, one blood. I stood by the river that ran red with shame. I stood in the killing fields where death has no name. I stood with my brothers and a weighted flood, and we were one flesh, one breath, one life, one blood. Then I fell to the ground, tasting ashes on my tongue, thinking that only the dead are forever young. There's peace in the twilight. როგორც იქნა ერთ-ერთი დონემი ჩემი შურის დაღუპვისთვის პასუხს აგებ. Was a world without danger. Well made, Papa. Never. რაოც მაგარ მუსიკას ვერ გამოაკლდი, არა? ხომ მიცნობი? Any good, 'cause we are one flesh, one breath, one life. შენონ, გაჩერდი, შენონ. შენონ. Don't be a fucking idiot! Get away with it! გაჩერდი, შენონ. Dennis, stop! შენონ, მან დიყავი. Matt. გაჩერდი, შენონ. გასაკეთე. Matt. ამის დედა ტომი. ეს ტიუდონემი სოლია. Come!
ტომი, თუ მანქანამდე მიაღწია, იცი რას იზამს? ნამდვილი ცხოველია. გამარჯობა, საყვარელო. მეტ, აქ მოდი შეწაკლა. პანჯერას რას იფარებს შენი დედაც. Magic fucking window! Are you okay? როგორ ხარ? ბენი როგორ არის? მეტ, ვინც გამოგირეცხავ შედამპალო ამერიკელო. ო, კიდე დანაშაული გამოიწვიდა. ჩემი ძმის ოჯახი აქედან გაიყვანა. ტომი, ესე იგი ჩემთან ყველაფერი მოამთავრე? შენი საქმე ისედაც დამთავრებულია. ამას ჩემი ბიჭები გააკეთებენ. We didn't kill your son, Tommy! შენი შვილი ჩვენ არ მოგიკლავ, ტომი. თვითონ მოკალი. You should have protected him, mate! შენ უნდა დაგეცვა. ის შენი შვილი იყო. ჩემი შვილის ხსენებასაც ბედავ ნაბიჯვარო. ის შენი შვილი იყო. Get the fucking... მანქანაში ჩაჯექი. ჩაჯექი ამოხერ მანქანაში. Only a poor... ცოტა მოგზალება მაინც იქონიეთ. სახეს სულ დაჩეჩქვილი ქონდა. ამას არასოდეს გაპატიებ. მე ვიცი რას დავაშავე. თავს არ ვიმართლებ. მაგრამ ჩემი შვილი აღარ არის. ჩემი შვილი მოკვდა. მოკვდა გესმით? ხელი გამიშვით. გამიშვით. Get out of here, go! You can't leave him! Hey! მიშველე დამეხმარეთ. პიტ. Pete დონემის ცხოვრება მასწავლა, რომ დგება წამი, როდესაც უკან არ უნდა დაიხია. მისმა სიკვდილმა კი დაამანახა, რომ დგება დრო, როდესაც უნდა წახვიდე. მადლობა ვეღარ ვუთხარი, მაგრამ მის გაკვეთილს არასოდეს დავევიწყებ. ეს მეტის მეტია. თანამდებობას გილოცავ ვან ჰოლდენ. ანაზღაურება კარგი გექნება. დარწმუნებული ვარ, მამა შენის არჩევას ამასთან კავშირი არ აქვს. ამით რისი თქმა გინდა, ტოდ? ბატონებო, ცოტა ხნით ისე უნდა დაგხვდობოთ და ამ რესტორნის შესანიშნავ ტუალეტში გავისეირნო. იღბლიანი ნაბიჯვარი.
the fuck? რა ხდება? Met Wagner? Is that you? შენ ხარ? Jesus, man. You look like ღმერთო, რას გავხარ? shit. You mind? I'm about to make კარს არ დახურავ? You said you'd hook me up. ხომ მითხარი დაგეხმარებიო? რა? I took the fall for you. ჰარვარდში შენი ნარკოტიკები You მე said რომ you'd hook me მომოწერეს. up. მაშინ დაპირდი. ალბათ მეხუმრები. They were your drugs. ის ხომ შენი You said you had ნარკოტიკი more to იყო. lose. მითხარი მე მეტი All დასაკარგია. right. კარგი. Yes. I said კარგი. I would. გითხარი რომ მე დაგეხმარებოდი. Jesus, man. ჩემს ოფისში დარეკე. I'm in a meeting right now. სიდნის დაელაპარაკე. Call my office. ჩემთან შეხვედრას Cindy, დაგენიშნოს. she'll make an appointment. გასაგებია? მითხარი მე მეტი მოქვს დასაკარგია. კარგი. გითხარი რომ მე დაგეხმარებოდი. Fuck is ეს this? რა არის? ეს? It's my ticket ეს back. ჰარვარდში დასაბრუნებელი ბილეთია. მომეცი. ამას ვერ ვიზამ. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. ოცნების ლამაზ ბუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წვდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნება ცაში მიხვება ლამაზ ბუშტებს. მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. GSE Green Street-ის ელიტას გაუმარჯოს. Motherfuckers a riot. We gotta question the weapon used for repping up in our habitat. The pen is mighty, or why do you wanna go and grab again? The goal is evolution, but it has to be passive. Start with the health of self and pass the mental wealth to the massive. Rep yourself, rep your fam, rep your health and rep your clan. The real test of a man is to put down his hands and we can be united, cause if we divide it, we damn.